გამარჯობა, ეს არის იერაღის განათება, ანუ იერაღზე სამაგრი განათება. თვითონ დევს აი ესეთ პლასმასის ყუთში, რომელიც რა თქმა უნდა დაიცავს განათებას. მოყვება ესეთი სახრახნისი და სხვადასხვა თავი. ეს სხვადასხვა თავი არის აი ამ ნაწილისთვის, ეს ნაწილი იცვლება და მოკლედ სხვადასხვა იერაღისთვის სხვადასხვა ნაწილი დაჭირდება. მოკლედ, ეს მოდელი არის ალუმინის, ანუ მეტალი არის. ეს არის განათება მხოლოდ, მოდელი არის აი ეს TLR 1HL. ესეთი უკან გლოკის ნახატით, ნუ პისტოლეტებზე ჩვეულებრივად გამოიყენება ესეთი ქვედა ნაწილით. განათებას რაც შეეხება ახლა, განათება, აი ნახეთ სად ემაგრება, განათება რო ჩაირთოს უფრო სწორად, ნახეთ როგორ უნდა გავხსნათ, აი ესეთი ნაწილია, ქვემოთ როცა ჩამოვწევთ, ეს გაიხსნება. ელემენტები არ მოყვება, თუმცა ელემენტი რომელიც ამაში უნდა ჩაიდოს არის ესეთი. აი მოდელი ნახეთ, აი აქ აწერია 16340. მოკლედ ესეთი ორი ცალი ელემენტი ჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში არ მოყვება. ნახეთ, აქ ნახავთ, რომ მაგალითად მარცხენა მხარეს უნდა ჩავდოთ პლუსიანი, აი პლუსაც თვითონ ელემენტზე ნახავთ. აი ნახეთ, აქ აწერია პლუსი, ამ შემთხვევაში ერთს ესე ჩავდებთ, მეორე მხარეს მინუსი ეწერება, შესაბამისად ეს. ჩაკეტვაც, ანუ ჯერ წინა მხარეს ვდებთ, მერე უკან უკვე აი ამ ნაწილს, რაც თავიდან ამოვწიეთ, უკან ჩავამაგრებთ. განათების ერთი რეჟიმი აქვს, აი ესეთი, ნახეთ, ბოდიში ამომივარდა, კარგად უნდა ჩავამაგრო. ცოტა საფასე მიშლის ხელს, მაგრამ არა უშავს. მოკლედ ესე მყარად ჩავამაგრებთ. ეხლა ნახეთ, განათება როგორ ერთვება, აი ეს ნაწილი არის. აი ესეთნაირად ერთი გადატრიალება სრულად როცა იქნება, განათება ჩართული იქნება. აი ესე. თუ პირიქით გადმოვატრიალებთ, ნუ გაითიშება. თუ მარცხნივ გადავატრიალებთ, ამ შემთხვევაში ყოველ ჯერზე გადატრიალება მოგიწევს, იმიტომ რომ არ გაჩერდება. მოკლედ, აი ესეთ მდგომარეობაში როცა არის, აი ბოლომდე როცა ეს გადავატრიალებთ, განათება დარჩება. ეს ნაწილი არის იმისთვის, რომ მოკლედ რელსი ეს გავხსნათ, დავამაგროთ და ისევ ჩავკეტოთ. რო შევაჯამოთ, ეს მოდელი არის TLR 1HL, მეტალის არის, ჩვეულებრივად პისტოლეტებზეც გამოიყენება. ელემენტი თავსდება აქ, უბრალოდ ელემენტი არ მოყვება, გახსნა ხდება ამ ნაწილით, ეს ამოვა, ესეთი ორი ელემენტი მიდის. და ჩაკეტვაც იგივენაირად, ესე ამისი უკან ჩამაგრებით. სულ ეს არის, თუ რამე კითხვა გექნება, დაუცილებლად მოგწერეთ.